აბა მოგესალმებით, როგორ ხართ, ხომ ხართ ყველანი კარგად? მოდი გავაკეთოთ ორ ვარიანტზე, შემოკარგებო. რა აქვს ადამიანს გეგმაში თქვენ მიმართ, რა გეგმები აქვს? ორ ვარიანტად გავაკეთოთ. რა გეგმები აქვს ადამიანს თქვენ მიმართ? ორ ვარიანტად ვაკეთოთ. პირველი ვარიანტი ასე მეორე ვარიანტი რა გეგმები აქვს თქვენ მიმართ ადამიანს? პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. ჩაიფიქრეთ, გააკეთეთ ვიზუალიზაცია. თქვენი საკმარისია დავიწყოთ. გადავდეთ მეორე ვარიანტი, დავიწყოთ პირველი ვარიანტით. რა გეგმები აქვს ადამიანს თქვენ მიმართ? რას ფიქრობს თქვენზე? ცნობები რას გეგმავს? აქ ადამიანი გეგმავს რას? ჯერჯერობით ფიქრის სტადიაშია. ეს ურთიერთობა იყო ისეთი ურთიერთობა, რომელიც უცაბედად დაინგრა და ეს დაანგრევა უცაბედად მოხდა სამართლიანად. ეხლა ადამიანი ბევრს ფიქრობს თქვენზე, ბევრს ოცნებობს, მაგრამ ქმედებაში ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ახორციელებს. ბევრი სათქმელი აქვს თქვენთან, შესაძლებელია სოციალურ ქსელშიც ხშირად გათვალიერებდეთ, შესაძლებელია გქონოდათ ოჯახი. ფიქრი მისი თქვენ მიმართ ძალიან ბევრს ნერვიულობს ეს ადამიანი. თქვენთან უნდა კომუნიკაცია, შესაძლებელია ღამე არ ეძინოს და გქონდეს შფოთვა, უძილობა. უნდა თქვენთან შეხვედრა და ბევრი რაღაცის გარკვევა, თქვენთან საუბარი უნდა აქვს, თქვენთან ფიზიკური ხასიათის უნება ძალიან ბევრს ნერვიულობს. აქ არ ჩანს ისეთი ადამიანი, რომელიც არის ცანცარა, აქ ჩანს იმპერატორი, რომელიც არის ძალიან სტაბილური, რომელმაც არ იცის ერთი ადგილიდან მეორეზე ძრომიალი, მაგრამ ესეთი ტიპის ადამიანია, რომ მაგის ნათქვამზე უნდა იყოს ბევრი რამ ურთიერთობაში დამოკიდებული. რა გრძნობებში ამ ადამიანს? აქ ერთ ადამიანს უფრო მეტი გრძნობა აქვს მეორე ადამიანის მიმართ. აქ არის დიდი ვნება, უფრო მეტად ჭარბობს ვნება გრძნობებში და ასევე ადამიანს უნდა ახლა და ამ ეტაპზე მარტო დარჩენა საკუთარ თავთან. მაგრამ ასევე ფიქრობს, რომ ძალიან სწრაფად შეგეხმიანოთ, შესაძლებელია გამოვიდეს კონტაქტზე, მოგწეროთ ძალიან სწრაფად. თუ არ გეკონტაქტებოდათ, შესაძლებელია უნდოდეს თქვენთან დაკონტაქტება და რაღაცების გარკვევა უნდა თქვენთან. კიდევ რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი? აქ ადამიანს თავისი საზღვრები დაცული აქვს, ადამიანს თქვენზე უარი აქვს ნათქვამი ერთმნიშვნელოვნად,
იგი მას მობეზრდა, ასე ვთქვათ, ეს ურთიერთობა, რომელშიც იყო თქვენთან და უარი თქვა ამ გრძნობებზე, შემოთავაზებულზე, რომელიც ჰქონდა თქვენთან და ადამიანს უნდა სულ სხვა ახალი დასაწყისი. და წავიდა სხვა ნაპირისკენ ადამიანი, ეხლა კი არაფერს არ აპირებს, არის სადაც არის იცავს ზომიერებას და არაფერს აქეთ ნაბიჯის გადმოდგმას არ აპირებს და აქ 100%-ით ჩანს, რომ იყო ოჯახი და ადამიანი არის ოჯახიდან წასული, ან მას აქვს ურთიერთობა დაოჯახებულ ქალბატონთან და ახლა არის უბრალოდ ეს ადამიანი ჩიხში. ანუ როგორ მოიქცეს არ იცის. როგორ განვითარდება კიდევ აბა ეს ურთიერთობა, თქვენთან როგორ განვითარდება ურთიერთობა მისი. ადამიანს უნდა ამ ურთიერთობაზე მუშაობა, ადამიანს იცის, რომ უთქვენოდ ძალიან ცუდად არის, შესაძლებელია იყოს თქვენთან მატერიალურად მოჯაჭული, თქვენ მას შესაძლებელია ძალიან დიდ გრძნობებს ჩუქნიდით და ასევე აქ ჩანს, რომ იყო ერთდროს ოჯახი და ეს ადამიანი უბრალოდ არის სხვა გზით წასული და აქ ქმედებაში შესაძლებელია გამოხატოს გრძნობები, მაგრამ ეს იქნება მცირედი გარკვეული დროის განმავლობაში გამოხატოს, მაგრამ ეს იქნება ცვალებადი და არასტაბილური. თუ რეზონირდა, გთხოვთ დამიკომენტაროთ და დამილაიქოთ. პირველი ვარიანტი. პირადი დაშლებისთვის მომწერეთ Facebook-ის გვერდზე. ლინკი არის მითითებული Facebook-ის გვერდზე და მომწერეთ. ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს და მირევა ენერგიები, ამიტომ პირადი გაშლის დროს ძალიან კარგად გამოჩნდება კონკრეტულად რა სიტუაციაშიც ხართ და გამოსავალი წერტილი უფრო კარგად გამოჩნდება. მეორე ვარიანტი. ადამიანის ქმედება. რა აქვს დაგეგმილი ადამიანს თქვენ მიმართ? რას გადაწყვეტავს ადამიანი და გრძნობები, რას ფიქრობს მეორე და რას და გრძნობები მესამე. პირველი გეგმები ადამიანის, მეორე რას ფიქრობს დგანსა და გრძნობები. გეგმებში ადამიანს რა აქვს? გეგმაში ადამიანს კარგი არაფერი არ აქვს, ახლა და ამ ეტაპზე ფიქრის სტადიაშია, ფიქრობს მისთვის ახლა ყველაფერი არის უმნიშვნელო. ქმედებაში შესაძლებელია ამ ადამიანმა გადკინოთ გული, ან გაიგოთ მესამე პირის შესახებ მის ცხოვრებაში, ან თვითონ უნდოდეს, რომ გამოგიტყდეთ მესამე ადამიანის შესახებ. ეს აქვს ქმედებაში მისი ფიქრები თქვენ მიმართ. ფიქრებში ეს ადამიანი არის არასტაბილურად, არასერიოზულად ფიქრობს თქვენზე, არის თვალახვეული, ვერაფერს ვერ ფიქრობს ახლა და ამ ეტაპზე. უბრალოდ შესაძლებელია თქვენთან უნდოდეს კომუნიკაცია,
და მენტალურ დონეზე უნდადეს თქვენთან საუბარი. ასევე უნდადეს მოკლე დროით თქვენთან გამონათება, სადაც იქნება შეხვედრა, ფიზიკური ხასიათის ვნების გამოხატვა და შესაძლებელია მის ჰორიზონტზე გამოჩენილია ახალი ადამიანი და ამის გამოხდება ეს ყველაფერი. გრძნობებში, ზუსტად გრძნობებში ეს ადამიანი ორად არის გაყოფილი, ბევრს ფოთავს, ბევრს ნერვიულობს. თქვენთან უნდა საუბარი და ყველაფრის გარკვევა. ეს ადამიანი შესაძლებელია ვინც გამოჩნდა ჰორიზონტზე იყოს სამსახურეობრივი სფეროდან და გრძნობებში ადამიანს გრძნობებიდან უნდა გაპარვა, არაფერი არ აქვს აბსოლუტურად გრძნობაში, ეს ადამიანი ორად არის ორ სიტუაციაზე არის ერთად, ასე ვთქვათ, არც იმის დაკარგვა უნდა და არც თქვენი და ეს გრძნობებიდან სრულად გაპარულია, არაფერი გრძნობებში არ აქვს და ასევე სურს თქვენთან კომუნიკაცია და რაღაცების გარკვევა, ამიტომ ბევრს ფოთავს, ბევრს ნერვიულობს და ასევე ფიქრებში როგორც გითხარით, შესაძლებელია მას სამსახურებრივ სფეროდან ყავდეს ვიღაც ადამიანი, რომელთანაც ასევე ჰქონდეს ფიზიკური ხასიათის ღვნება ძალიან დიდი. რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი უახლოესი 3 თვის განმავლობაში თქვენ მიმართ? ეს ადამიანი ესე მარტოსულად გრძნობს თავს, მოკლედ უთქვენოდ არის ძალიან დაჩაჩანაკებული, მატერიალური და სულიერი კრიზისი აქვს, მისტირის წარსულს, შეიძლება ფიქრობდეს ძალიან ბევრს წარსულზე და თქვენთან გატარებულ დროზე, ასევე ფიქრობს, რომ და მოქმედებაში შესაძლებელია ხშირად გათვალიერებდეთ სოციალურ ქსელში, შესაძლებელია ეს ადამიანი იყოს სამართლებრივი უწყებებიდან, ვინც გაქვთ ჩაფიქრებული, ძალიან ბევრისთვის ასე გათამაშდება, ადამიანს უნდა გადაწყვეტა ამ სიტუაციის სამართლიანად. უნდა რომ გადაწყვეტოს ეს ურთიერთობა სამართლიანად საბოლოოდ. თუ რეზონირდება, დააკომენტარეთ, დაალაიქეთ, ჩემო კარგებო, ეს იყო მეორე ვარიანტი. დიდი მადლობა.